ძირკვაზე 7 წლის. ვსწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა, თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. მე ვიცი გოგონას ხატვა, ცხოველების ხატვა, ბუნების ხატვა, წიგნების ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ მულტფილმის გმირებს. ჩემი საყვარელი მულტფილმია მისტერ ბინი. ყველაზე ძნელია გერბის დახატვა. ყველაზე ადვილია ადამიანების დახატვა. მე ახლა გასწავლით გოგონას დახატვა. თავი, ტანი, ხელები, ფეხები, თმები, თვალები, ყურები, ცხვირი და პირი. ახლა რომ დავხატე, ეს ლამაზი გოგო ვარ მე. ყველა მეუბნება რა ლამაზი გოგო ხარ. მე ძალიან მიყვარს გაპრანჭო. მე ვიპრანჭები, ვდგები სარკესთან, თმებს ვიბარწყნი, ტანსაცმელს ლამაზ ვიცმევ და ლამაზ ფეხსაც ვერებს ვიცმევ. ზოგჯერ ვიპრანჭები დედიკოსთან ერთად და მივდივარ სტუმრად. ყველაზე უფრო მიყვარს სტუმრობა ჩემს მამიდაშვილებთან. ერთი დიდია, მეორე 10 წლის, მესამე ჩემი ტოლა. ჩემი საყვარელი ფერია იასამისფერი, ვარდისფერი და წითელი და არ მიყვარს ყავისფერი და შავი. ჩემს ნახატებს ვაგროვდა, ახლა მაქვს 30 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ შემდეგ სურათად დავბეჭდო და ოთახში ჩამოვკიდო. ყველაზე ხშირად ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქებს, რომ ჩუქნიან. ამ ბოლო დროს, რაც მახსოვს, ბოლოს მაჩუქეს საგორიალო ჩანთა. თოვლის ბაბუასაც სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ერთი თოჯინა. წელს მინდა მაჩუქოს აკვარიუმი და ოქროს თევზი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 45 წლის და მისი ნათვილი სახელია შუქრი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კლასელები კარგი მყავს, კიდე ბევრ ექსკურსიაზე დავდივართ და მასწავლებლები მაქებენ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნატალია ვერძაძე. ყველაზე მშვიდია ქეთა ბაქრაძე. ყველაზე ბედნიერია ნუცა ჩავლეიშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ზიური გორგოშაძე. იმიტომ რომ მაქებს ჭკვიანია და მეხუტება. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე გულის ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მასწავლებელი. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვიქნე. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა. მინდა მყავდეს ერთი და. მამიკო არის სიმპათიური, მოსიყვარულე და დამჭერი. ყველაზე უფრო მიჯერებს მე. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ საჩუქრებს ჩუქნის. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მოსიყვარულე და მზურნველი. ძალიან მიყვარს დედას გამოცხობილი ზებრას ნაბცხვარი. ჩემი საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია კაქტუსი აფრიკაში. მე მინდა ვიმოგზავრო აფრიკაში, იმიტომ ცხოველები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ზაღლები. ჩემი მოცნებაა სახლში მყავდეს პატარა თეთრი ფუმფულა ლეკო. გარეული ცხოველებიდან მინდა მყავდეს მაიმუნი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკის სკოლაში. ვარ მეოთხე კლასში და ვუკრავ პიანინოზე. პიანინო იმიტომ ავარჩიე, რომ დედიკოს უნდოდა და მეც მომეწონა. თავიდან ყველაზე უფრო ძნელი იყო დაკრა.
ადვილი იყო ნოტების სწავლა. ერთჯერ მქონდა გამოცდა და ცოტათი ვინერვიული. კარგად დავუკარდა, არაფერი არ შემშლია. ჩემი მუსიკის მასწავლებელია ლიანა შავთვალაძე. ძალიან შვიდი და სასიამოვნო ქალბატონია. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ფანდურზე. მუსიკალურ სკოლაში დავდივარ ცეკვის წრეზეც. ჩემი საყვარელი ცეკვა თიურული. საყვარელი ლეთია ეს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვისურვებდი ცნობილი გავხდარიყო. მე მგონი ჯადოსნური ჯოხის გარეშეც გავხდები ცნობილი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში, გერმანიაში და იტალიაში. წინა მონაწილედ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენა რო შემეძლოს, აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი თბილ ქვეყნებში. ჩემი ოცნების საჩუქარია მოლაპარაკეთ უთიყოში. ბედნიერება არის დედას და მამასთან ჩახუტება, გამოცდების ჩაბარება და სკოლაში კარგად სწავლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.